რომელიც გაიზარდა თითქოს მამუკა ახვლედიანის გუშინდელი განცხადებებით, გამოიწვია იმან, რომ 7 ფრაქცია ჩამოყალიბდა პატივცემულო მედიის წარმომადგენლებო 7 ფრაქცია. 22 ადამიანმა შექმნა 7 ფრაქცია, ეს არის დამატებითი ხარჯები, დამატებითი მანქანები, დამატებითი ბუნებრივი ახლა ადრე, როდესაც ზაალ სამადაშვილი და მამუკა ახვლედიანი მართავდნენ თბილისის საკრებულოს, მხოლოდ თანამდებობის პირები იღებდნენ აქ პრემიებს. ეს დიფერენციაცია მოისპო, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვან და შრომატევად საქმეებს ახორციელებენ ჩვენი აპარატის თანამშრომლების და ასევე ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებიც, რომლებსაც ვაძლევთ პრემიებს, იმიტომ რომ მე პოლიტიკურ ზეწოლაში და დევნაში არ დავგდო ბრალი, მიუხედავად ამისა, ეკუთვნით თუ არ ეკუთვნით, ეგ უკვე ცალკე განჯის საგანია. მინდა იცოდეთ, რომ ამ 7 ფრაქციამ გაზარდა ის წარმომადგენლობით და სხვა რაღაცა შრომითი ანაზღაურების ხარჯები. საკმაოდ დიდი თანხებით. მე რჩება აზრი, რომ ის მუშაობს ახალი ზღაპრის გადაღებაზე, რომელიც სამუშაო სათაური იქნება ქავთარაძე და 51 ყაჩაღი. სხვა, იმიტომ რომ ის რაც მე მოვისმინე მისგან ბოლო 3 დღის განმავლობაში აშკარად ფანტასტიკის სფეროა, როცა ახალმა უმრავლესობამ დაიკავა თანამდებობები საკრებულოში, მათ თანამდებობის პირებს, რომელიც მანამდე ეკავდნენ ადგილს, ეს მანქანები ჩამოართვეს თვითონ გადაჯდნენ ამ მანქანებზე, თუმცა ამავდროულად გამოაცხადეს ტენდერი 6 მანქანაზე, თუ არ მეშლება. ეს მანქანები როცა შეიძინეს, შესაბამისად იმავე დღეს გადაეცა ნაციონალური მოძრაობის ფრაქციის წევრებს, თუმცა და მე მინდა ამას დააკვირდეთ, მეორე დღესვე ეს ახალი მანქანები უმრავლესობამ ჩამოართვა ნაციონალური მოძრაობის ფრაქციის წევრებს, თვითონ გადასცდნენ ახალ მანქანებზე და ძველი მანქანები დაუბრუნეს ნაციონალურ მოძრაობას. მოდით ახლა ყველამ გააკეთოს თავისი დასკვნა. ვინ იბრძვის თანამდებობისთვის, ვინ იბრძვის სკამისთვის.